მოგესალმებით, ჩემო საყვარელო მაყურებელო. დღევანდელი დღე ჩვენი იქნება მიძღვნილი ჩვენი ერის ტკივილის მიმართ იქნება საუბარი იმის შესახებ, რომ როგორი ემიგრაცია საქართველოსთან, ესე იგი მთელ სოფლიოში. რის გამო ხდება ესა, რა არის ამის მიზეზი და საერთოდ ქართველი კაცი როგორია თავის მიწის სიყვარულით გაჟღენთილი, რაღაც არანორმალურად შეყოლებული თავის სამშობლოში, მაინც ტოვებს ქვეყანას და მიდის იმის გამო, რომ ლუკმაპურის საშუალოზე მიდის, რათა იმ პერიოდში, როცა აქედან ძალიან ბევრი ქალბატონები წავიდნენ, მიატოვეს ოჯახები იმისთვის, რომ $100 გამოეგზავნათ თვეში თავიანთი შვილებისთვის, თავის ნაცესაებისთვის და ამ $100 იმ პერიოდში შეიძლებოდა, რომ ადამიანს თავის ოჯახი, ესე იგი, არ მოგტოვებოდა მშიერი. ესეა ხო ჩემო ამლეთის პერიოდი იყო და ისინი ტირილი და ბღავილით წავიდნენ და ვიღაცებს ბანდნენ, არ წასულან ლორდთა პალატაში მიწვევით, არ წასულან ვიღაც გერცოგებთან და ვიღაც მილიონერებთან, ვიღაცა მდიდარი კაცის დედებს და მამებს და ბებიებს და ბაბუებს ბანდნენ, უვლიდნენ და არ შეუცვენიათ თავიანთი სახელი და შემდეგ როცა ვინმე საყვანა უნდათ იმავე სახელმწიფოში, სადაც ესენი მუშაობდნენ, ეძებდნენ ქართველ ქალს, რამე თუ მიხვდნენ, რომ ქართველი ქალი როგორი კეთილმოსავია, როგორი კეთილშობილი და როგორი იცის ადამიანის მოვლა და პატრონობა მარტო ფულის გულისთვის არა, იმისთვის რომ იგი თავის პატიოსნად მოვალების შესრულების რა მონა რა ესე იგი, მან იცის რომ თუ რამე დაავალეს, მან უნდა ამ საქმეში ჩადოს სული და გული. ეხლა მე რატო დავიწყე ეს დღეს ჩვენ ისეთი ქალბატონი ყავს მოწვეული, რომელიც ეს ქალბატონი არის მის ეროვნებაში, უყურეთ რამდენი ეროვნება. იგი არის რუსი ფილინა აგვარად, მარია ფილინა, რომელიც გახლავთ პროფესორი, მიმართულების უმცროსი, ესე იგი, კათედრის გამგებელი თავის ცხოვრება თითქმის სახელმწიფო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე დროს, ჩემო კარგებო, დედა მას ყავდა სომეხი ქალბატონი, პროფესორი ისეს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის და გიდრავლიკის დარგში, ესეთი ამ მეცნიერებაში მხოლოდ მამაკაცები არიან საერთოდ. და ერთადერთი ქალი იყო საქართველოში, რომელიც საოცრად უძღვებოდა ამ საქმეს. შემდეგ, უნდა გითხრათ, რომ მას ბები აყავდა პოლონელი. ქალბატონი ეს ულამაზესი ქალი და ებრაელის სისხლის არის მასში. ეს არის ქალი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სოლოლაკში, თბილისის ცენტრში. და იქ, სადაც ქალაქური სურნელი ტრიალებს და ქალაქელები ყველაზე მეტად სოლოლაკიდან და ვერიდან მოდიოდნენ, პლეხანოვიდან და იმიდან, რა ქვია, რუსთაველიდან, ნახალოვკიდან,ავლაბრიდან, ნაღდი ქალაქი ეს იყო მაშინ, მერე ნუ შემოემატა იმას სხვადასხვა რაიონები. ეხლა ჩემო კარგებო, მე მოდით ესე დავიწყებ ამ გადაცემას. მე მაქვს ერთი ესეთი მოთხრობა, რომელიც ზუსტად დღევანდელ დღეს შესაბამება ჩვენ საუბარს, ესე იგი გაგვილამაზებს. რადგანაც ეს მოთხრობა ძალიან მცირეა, მე თქვენ ამას აგიკითხავ და მე ქალბატონთან გადავარ ალავერს და ბატონ ჰამლეტ გეგიასთან, რომელიც არის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი ამ ტელევიზიის და ამ გადაცემის. იმედის ხაზები. რის ვაივაგლახითა და წვალებით მიღებული ამერიკის ვიზით, ერთი ინტელიგენტი ქართველი ქალბატონი ლუკმაპურისა და ბედის საძებნელად ოკეანის გაღმა მიემგზავრებოდა და ცრემლის ნიავარში ტოვებდა თავის ერთადერთ პირშობს. დედამის კი აშენ გაუმეორა, შენიჩი ჩემს სიცოცხლეს როგორ მოულიო. წასვლის წინ შვილი კედელს მიაზომა, თავთან ხაზი გაუსვა და თვალწებიან მოუთხრა, ჩემო ვაჟკაცო, იცოდე, სანამ კედელზე მეორე ხაზი გაჩნდება, ან თან წაგიყვან, ან უკან დაუბრუნდებიო. მერე ერთდანაკრავი შეწყიალდა უკან და ისე რომ აღარ მოუხედავს, ჩაესვენა მანქანაში, რომელსაც აეროპორტში მიხავდა. ბიჭი გარიდული იდგა და კედელზე გასულ ხაზს შესხეროდა. მერე თითის წვერებზე აიწია და ცდილობდა ხაზს ასწილებოდა. თვეთვეს მისდებდა, წელიწადს ბიჭი იზრდებოდა და კედელზე ხაზებით ისევე მატულობდა, როგორც მის ოთახში გამოგზავნილი ამანათების გროვა. დედა კი არა დაარჩავდა. ბიჭი ტელეფონის ყურმიში დედის ხმას კი არა, უკვე სუნთქვასაც გრძნობდა. დედიკო, როდის ჩამოხვალ და თან წამიყვან, ამით იწყებოდა მათი საუბარი. მალე ჩემო ერთადერთო გაისმოდა დედის შორეული ხმა ყურმილში, მაგრამ ეს მალე უსასრულობაში იკარგებოდა. ერთ დღეს მეზობელს ონკანი ღია დარჩა და წყალმა ქვედა სართულის კედლები ჩამორეცხა. უცნაური ის გახდათ,
იმ კედელს, რომელზეც ბიჭის ზომბები იყო აღნიშნული, წყალმა ვერაფერი ვერ დააკლო. ბიჭმა ხაზებიან კედელს ააყოლა თვალი, რომელიც ცისკენ მიმავალ უსასრულო კიბეს დამსგავსებოდა. თქვენ მატყუ არა ხაზებო. თქვენ მოღალატეებო. სიმწისგან მუშტი გახრა კედელს და გულში ამდენი ხნის დაგუბებული ბავშვური ბოღმა და ნაღველი ცრემლს გაატანა. ოთახში ზარის ხმა გაისმა, ბიჭი ყურმის დასწვა. ალო, გისმენთ, რომელი ხარ? ისმოდა მისი ათრთოლებული ხმა. მე ვარ, შვილო, როგორ ახარ დედა გენაცვალოს? კარგად უპასუხა ბიჭმა და საკუთარ ცრემლს მოერია. მერე კი დიდი ვაშკაცივით ნინჯად მიუგო. გამაგებინე დედა, სანამდე უნდა ვავლო ხაზები კედელზე. ცოტათ მოიწმინე ჩემო პატარავო, ხომ იცი იმისათვის ვარ აქ რომ არაფერი მოგაკლო. ხომ ყველაფერი გაქვს, რასაც ინაწებ, ჩემო სიცოცხლე და სიხარულო. კი დედა, ყველა ოცნება შემისურა შენი ნახვის გარდა. სევდით წარმოთქვა, ბიჭმა და ყურმიდი იქვე მდგომ ბებიას გაუწოდა. მათი მცირე დიალოგის შემდეგ სატელეფონო ხაზი გაწყდა და ყურმილში გაისმა გამაღიზიანებელი წყვეტილი ხმა. თითქოს ტელეფონისა და კედლის ხაზებს ერთმანეთში პირი შეეკრა და არც ერთი აღარ აპირებდა ბიჭის ცხოვრებიდან გაქრობას. პატარა კი იზრდებოდა უდედოდ ტელეფონის ხაზის წკრიალსა და კედლის ხაზებს შორის. ერთ დღეს ამერიკიდან დარეკეს და ბებიას მწუხარე ხვით ამცნეს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც თურმე უკურნებელი სენით იყო დაავადებული, გარდაცვლილიყო. ვაი, შვილო, შეჰკივრა მოხუცვა და გულწასული დაეცა. ბებო, გაიძახო და ბიჭი და რა ძალი და ღონე ქონდა, აჯანჯღარებდა ახლა უკვე თავის ერთადერთ იმედს. როგორც იქნა ქალმა თვალი გაახილა, როცა გონებაში ყველაფერი აღიდგინა, გრძნობები დადრგუნა, შვილი გულში ჩაიკრა, არ შეჩინე ბებო, არაფერია, ცოტა ცუდად გავხდი. ერთი კვირის შემდეგ ამერიკიდან ცხედარი სახლში ჩამოასვენეს. ხოლო ბიჭ დედის სანაცვლოდ მის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიში შეაჩერეს ხელში. გახსნილი ანგარიში და დახურული ცხოვრება. აი იმ მრავალი ემიგრანტის ბედი, რომლებიც ბედის უკომარტობით მთელ სოფლიოს იყვენ მოდებულნი. იყო ერთი ვაივიში და თალხით შემოსილ ქალთა გოდება. მეზობლებმა სარდაფში ჩაგდებული მწყლიანი ტახტი ამოიტანეს, საგულდაგულოდ გაწმინდეს, ხალიჩა გადააფარეს და ცხედარი ზედ დაასვენეს. იდგა ბიჭი და დასკეროდა გარდაცვლილ ნანატრ დედას. თვალი რამდენიმე ხაზისგან დაღარული კედლისკენ გაექცა. მერე კედელთან მშვიდად მივიდა, იმედის გამაცრუებელ ხაზებს წაშლა დაუწყო. როგორც კი დედის აღნიშნულ ხაზამდე მივიდა, ცხედარს გახედა, მიცვალებულის უკვე დასვენებული საყე ზუსტად მის მიერ 10 წლის წინ აღნიშნულ ხაზს საყვედურობდა. ბიჭ ბავშვისათვის შეუფერებელი გმინვა აღმოხდა. მადლობა დედა, სიტყვის შესრულებისათვის. აკი შემპირდი, სანამ მეორე ხაზის გასმა დაგჭირდება, დავბრუნდებიო. ჩემო კარგებო, რაგინდ მწარი არ იყოს, ეს არის რაგინდ მწარი არ იყოს საზოგადოებისთვის, ეს არის სინამდვილე, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ძალიან ბევრმა ხალხმა ახედან წასულებმა ლუკმა პურის საშუალებლად იმისთვის, რომ განა თავის-თავი გაეწოთ, იმისთვის, რომ თავის ნათესავებს, თავის შვილებს, თავის ოჯახის წევრებს დახმარებოდნენ, თავი გაწირეს, გარდაიცვალნენ და ზოგი კი იმ მდგომარეობაშია, რომ იმ სიცოცხლეს შელახული თავმოყრობის გამო სიკვდილი ურჩევნიათ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ქართველი დედები, რომლებიც საოცარი აქ ზოგი პედაგოგად მუშაობდა, ზოგი კანდიდატი იყო მეცნიერები, ზოგი ინჟინერი, ზოგი ექიმი, რა ვიცი, ყველა პროფესიის ზოგ საერთოდ არ ქონდა პროფესია და ყველაზე დიდი პროფესია ქონდა მსოფლიოში, რაც არსებობს. დედა იყო ბავშვების დედა და ბავშვებს ზდიდა, ეფერებოდა, თავის სიყვარულს აფრქვევდა და ამ სიყვარულში ზდიდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს. მათ დატოვეს ეს ყველაფერი, წავიდნენ საზღვარგარეთ და ვიღაცის, ესე იგი მომლელებად მუშაობენ, დამცირებულები. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ იცით რა, მე ხანდახან მიფიქრია, რომ აი გამოდიან ხოლმე ჩვენი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ყველანაირი ხალხი გამოდის და რატომღაც ისე შემოამლეთ, ისე უვლიან გვერდს ამ თემას. თითქოს ეს თემა საერთოდ არ არსებობდეს რა. ხო, მათთვის არ არსებობს, სწორია, ხო, მათთვის არ არსებობს და ეს რამეა ჩემო კარგებო, უნდა გამოფხიზდეთ. უნდა გამოფხიზდეთ ჩემო კარგებო, პირველ რიგში მე, ჰამლეტი, ქალბატონი, ყველა ჩვენ, ეს მარტო თქვენ კი არ ეხებათ, მე რაზეც საუბრობ, ეს ჩვენ ყველას გვეხება. რა თქმა უნდა. ესე არ უნდა იყოს, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჭირი. იცით როგორია ცხოვრება? ყველას კარებზე მიაკაკუნებს ის, რაც დღეს სხვის კარებზეა მიკაკუნებული და მე უკვე გვიან იქნება. ამიტომ ჩვენ ნათქვამია, რასაც ამისავ ხელზეო, იმას მოგვისავ რაღაც როგორ არის?
ხო და ეხლა რა მინდა გითხრათ ღმერთი ყველაფერს უყურებს შემოკარგო უფალი და როგორც მოექცევი სამყაროს როგორც მოექცევი შენ ხალხს შენ გვერდზე მდგომ ხალხს და პიროვნებებს ისე მოგექცევა შენ ღმერთი მე არ უნდა იძახო ვაიმე ღმერთო რა დავაშავე ის დააშავე ჩემო კარგო რომ უნდა იცოდე რომ როცა ილოცები აი მე გეტყვით ერთ რამეს მე ჩემი მეუღლე მთელი 9 წლის განმავლობაში დამყავდა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და უფრო ხშირად კავშირკა ესეთი თქვენი მტერი და ავადმახსენებელი მოხდეს იმ სამართყოფოში მოსკოვში კავშირკა სადაც არის ვეშაპსაგავს ეს დაწესებულება და არის სიმსივნით დაავადებული ხალხისთვის მე იქ მინახია პატარა ბავშვები თავგადაპარცული გაუბედურებული დასხივებული უმფროსი თაობა რა ვიცი ყველაფერი ვნახე რა ყველაფერს ვიცავარ და მე ჩემ თავს უთხარი ერთხელ დავიჭირე ჩემი თავი რომ შევდიოდი იქ პირჯვარი გადავიწერე ღმერთო უშველე ჩემს მეუღლეს მეთქი და იქვე შევცვალე ეს პირჯვარის აი თუ ამას ნახს ვიძახი ღმერთო ჩემი ოჯახი მიმყოფე კარგად თუ ვიტყვილები დამსაჯე გადავიწერე მე მეორეჯერ პირჯვარი და ვთქვი ღმერთო მეთქი ყველას უშველე თუ სადმე ხარ ქვეყანაზე ამ კედლებში ვინც არიან ყველას უშველე იმ კედლებში ჩემო ამლეთ უფლება არ აქვს რომ შენ მარტო შენი ოჯახი შეავედრო ესე იგი ღმერთს და მეორე იტყვიან ხოლმე რომ რუსებმაო დაძმობა არიციანო ის არიციან ეს არის ახლა მე გეტყვით ერთ რამეს მკერდის იმაში იწვა ჩემი მეუღლე და გაყოლებაში და რამდენიმე ულამაზეს გოგოს მკერდი მოკვეთეს ჩემო ამლეთ აი ამას ამბობ ღმერთის წინაშე ნახს ვამბობ და რომ მოკვეთეს ბიჭო მეუღლე მაგარ მოაკითხეს წასაყვანად რო გამოწერეს აი ღმერთო როგორც მართალი ვარ ისე გამიმართლე რა სამარადისო შემეზიზღებოდა რუსის ხალხი აი შვილებს მიცავარ რო არ მენახა როგორ მოდიოდა თავის დასთან ერთი ძალიან მდიდარი კაცი რუსი თავის დაიკოსთან რომელსაც ორივე მკერდი ჰქონდა მოჭრილი მოდიოდა და თავისი დის სიყვარულში იმისითო თავის და წარმოეჩინა და ღმერთთან მართალი ყოფილიყო ნათქვამი ქონა თავის დაზე თუ ვინმე გაჭირებული წევს შენს განყოფილებაში ჩამომიწერესია და მართლა დაუწერა ეთყობა ამ ქალმა და მოდიოდა და ყველას ფულებს შუქრიდა დიდ ფულებს აი ყველაფერს მიცავარ განცვიფრებულები იყვნენ ექიმები რა დაძმობა ქონდა და რას უყურებდი ისინი მე როცა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და თავისი დიშვილი მოყავდა თან ამ კაცს ამ ქალიშვილი და ეს ქალი ეუნებოდა თვალებით რომ იცოდე რომ ჩემს გარდა აუ ეხლა მეორე ჩემს გარდა ამ ბიჭო ჩემს გარდა შენ ყევხარ მარტო რა და აი თვალებით ეუნებოდა თითქოსო იცოდე რომ ამას შენ გაფარებ ხო და როცა წავიდა სამონტობა და როცა წავიდა აი არ ვიცი რა როგორი სიყვარულით აცილებდა სულ ყველა ამ ქალს და როგორ ლოცავდნენ იმ კაცს რომელიც ესე ექცეოდა თავის დაიკოც აი ხა უყურეთ აი ისეც რუსი იყო ის ზაღლიშვილი რომელმაც ცოლს არ მოატოვო მოაკითხა რომელსაც კერდი მოაჭეს ასაყვანად და ესეც რუსი იყო რომელიც თავის დის სიყვარულით სამყაროს ეფერებოდა ესე იგი არ შეიძლება ეროვნების მიხედვით იქვე დადიოდა ერთი სომეხი აი ესეთი ღრიბ გადმოგდებული რო ვერ იკრავს აი აქ იმას რა ქვია ღილს და ვიფიქრე ყავს გავდა რა აი საზიზღარის შესახედაობის იყო და ბიჭო რომ ნახე ამ თავის სოლს რას უშვებოდა როგორ ეფერებოდა როგორ დარბოდა არმიანსკი კანიაკებით ექიმებთან გაჭირებული იყო როგორ უყურებდა თავის სოლს და თვალებით ეუნებოდა რომ უშენო ჩემი სიცოცხლე არაფრად არ ღირსო ეს სომეხი ყვავივით აი ამ ხელა გადმოგდებული ღიპით უცბად შვილებს მისავარ მერცხალივით ლამაზი მომეჩვენა მინდოდა გულში ჩამეხუტებინა და არანორმალური სიყვარულით ყარებოდა იგივეც გეტყვი თურქმენ კაცზე მოდიოდა ნესვებით დატვირთული ფულიც ჰქონდა იმასაც ცალკე ფულებს ურიგებდა ექიმებს ცალკე ნესვებს აი ეს ვფიქრობდა რომ ამ ფულის დარიგებიდან ნესვების მორთმევი და იმით ამის სოლს იცანი რამეს უშველიდან ეს იყო ეშაფოტი რომელიც ეშაფოტზეც იყვნენ ავადმყოფები ასული და არავინ არ იცოდა ამ ეშაფოტიდან ვინ ჩამოვიდოდა ცოცხალი და ვინ თავმოკვეთილი შემოგი ძალიან საინტერესო ამბები მოყევი ფაქტიურად აი ეს კიდევ რამოდენიმე ნოველა გააჟღერე ეს იყო აი შენი რაღაც შემოქმედებითი
განწყობა, საერთოდ გულწრფელობაზე დიდი საჩუქარია ჩემის აზრით, არც ჩვენს ტელემაყურებლებს, არც ადამიანებს არ გააჩნიათ. შეიძლება ძალიან ბევრი გაიღო, მაგრამ გულწრფელობა ის ყველაზე ბევრს ნიშნავს. და საერთოდ ადამიანობა არ არის პროფესია და ადამიანობას ერი არ გააჩნია. ადამიანებში არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ნამუსი ეწოდება. ნამუსი კიდევ დღეს რა არის? არავინ არ იცის, აი, მთელი კაცობრიობა ფიქრობს, ანალიზს აკეთებს ჩვენს ერამდეც, ეხლაც. და რა არის ნამუსის ფენომენი, არავინ არ იცის. როცა შენ მარტო რჩები, არავინ არაფერს არ გაიგებს, მაგრამ რაღაცა გაწუხებს, ესე არ უნდა მოქცეულიყავი. აი, ყველა ადამიანს ეს ახასიათებს და სწორედ ეს არის აი ეს საფუძველი, იგივე ჩვენი რწმენის, იგივე სიკეთის, იგივე ღმერთის. ნამუსი როგორც არ უნდა ეცადო, ნამუსს ვერ ჩააქრობ. ეს არის ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი და ვინც ვერ ჩააქრო, ის ბედნიერი კაცი არის და ვინც ნამუსს არ მიყვება თავისი ცხოვრებით, თავისი სიკეთით, ალბათ ის პირველ რიგში თავის სულს და თავის თავს ვნებს და ძალიან კარგი რაღაცები გაიხსენე და მოყევი. დედა ხო ეს ფაქტიურად მთელი ქვეყნიერების ხერხემალი არის, მით უმეტეს ქართველებისათვის. ეს არ არის რაღაცა რომელიმე ერის კუთვნილება, ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც ბუნებას და ღმერთს შეუქმნია, იმიტომ რომ დედას ნაციონალობა ერი არ გააჩნია და აი სწორედ აი ხო არ გააჩნია და აი სწორედ აი დედის სიყვარული განსაკუთრებით გამოიხატება ჩვენს კულტურაში. დედამიწა, დედაბოძი, ყველაფერი დედიდან იწყება. ეს არ არის მატრიარქატი, ეს არის პატივისცემა ქალის ინსტიტუტის მიმართ და რომელიც შენ გაგაჩნია, მე მიხარია რომ აი ესეთ ტკივნეულ თემებს და ემოციურ თემებს ეხები. ფაქტიურად ეს არ არის მარტო შენი ნოველა, ეს არის შენი ცხოვრების წესი და დღესაც მარიამი ასეთი ღირსეული დედა, ღირსეული მეგობარი, ღირსეული საზოგადო მოღვაწე და ღირსეული ადამიანი, რაც მთავარია. იმიტომ რომ ქალის მარტო გარეგნობა კი არ ფასობს, მარტო განათლება და ტვინი კი არ ფასობს. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ადამიანობა. ქალი, როდესაც თავისი სათნოები, თავისი ადამიანი, თავისი სიკეთით, ის ყველაზე მშვენიერია. ისევე როგორც კაცი, მაგრამ ქალს უფრო მეტად უხდება სიკეთე, ქალს უფრო მეტად უხდება სათნოება, იმიტომ რომ ის ქალია და ქალი გასცემს არა მარტო სიცოცხლეს, არამედ ყველაფერს, რაც მას გააჩერა ძვირფასი არის. მე ძალიან მიხარია, რომ აი ასეთი ლამაზი თემით ჩვენ შევედით აუდიტორიაში, გვისმენენ და ძალიან გულსატკენად დაიწყე თემა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ალბათ ეს ემიგრაცია არის, მაგრამ ემიგრაცია შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ადამიანები მიდიან, გამდიდრდებიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან და თავის სიკეთეს ახმარენ საზოგადოებას და თავის ოჯახებს. სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც წავიდა მართლაც გმირობა ჩაიდინეს, ისინი გმირები არიან, იმათ თავი გასწირეს, არა მარტო თავი გასწირეს, არამედ ფაქტიურად იმ მონურ პირობებში აღმოჩნდნენ, მაგრამ იმის გამოთ, რომ შვილები უყვარდათ, ქმარი უყვარდათ და ქმარს არ შეეძლო ის გაიკეთებინა, თუნდაც ის რომ ახლა მამაკაცებისაც ცოტა უხერხულია იმ ფორმით შრომა, რასაც დაუშვათ უმრავლესობა ეწევა, ხო? აი ეს მართლაც გმირობის თვალფასი არის, ეს ურთულესი ერა გავიარეთ ჩვენ, გავიარეთ, მაგრამ კიდევ გავდივართ. მე მინდა რომ რაღაცნაირად აი იგივე ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე, რაღაცა შეუძახოთ ერთმანეთს, თუ საჭიროა შემოვკრათ კიდევაც, რომ რაღაცნაირად გავძლიერდეთ, რომ აი ესეთი რაღაცები, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს უკეთური რაღაც ეს დაპირისპირება, ეს შუღლი, ეს ეგოიზმი, ჩემის აზრით მე ვფიქრობ, რომ რაღაცა 7 მილიარდი არის სხვათა შორის, როგორც ახლა სტატისტიკოსებმა და ეკონომისტებმა განაცხადეს, თუ მეტიც არის, რომელსაც ქართველები აკონტროლებენ უცხოეთში. ახლა ეს ჩემი საქმე არ არის, ღმერთმა მეტი აშოვნინოთ, მაგრამ როდესაც ქართველ ადამიანს ამხელა რესურსი გააჩნია და ქართველებს, ხო ახლა დიდი არ არის, მაგრამ საქართველოს ძალიან დიდია. ალბათ რაღაცა უნდა გავაკეთოთ ხალხო, რომ ჩვენ ერთმანეთს ხარ შეამოუდგე და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც კაპიკების გამო წავიდა და მონურ შრომას ეწევა. რაღაცა ფონდი უნდა შეიქმნას, ან რაღაცა დედობასთან დაკავშირებით, თუმცა საპატრიარქოს სხვა შორის სამემართულებით სერიოზული საქმეები გააკეთა და აკეთებს კიდევაც, მაგრამ საპატრიარქო რას გაწუდება, თუ მთავრობამ ხარი არ დაუჭერა, მთავრობას რას გაწუდება, თუ საზოგადოებამ ხარი არ და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იმაში არის, რომ საერთოდ ქველმოქმედება საქართველოში მოკლეს. და მე ვერ ხედავ ახლა საქართველოში ქველმოქმედებს. რაღაც ხო, ხოდი შეერთი შემომავლე და მე გააგზავნე, აი
იყო ესეთი კაცი შეიძლება შენ ციცობდეს ზვიად ცეცხლაძე. ნუ არ ვიცი რა, მანე შეულობდა 100 მაინც ხარჯავდა. მილიონს შეულობდა მილიარდს ხარჯავდა და ახარჯებდა გაჭირებულ ხალხს. აი შვილებს მეცავარ და სწორედ ეს კაცი კაცო ბანდიტებმა შეუვარდა და მოკლეს არ მოგიდგენია. და ისეთმა ხალხმა ვისაც ფულებს აძლევდა, და ერთხელ არ ქონდა ამ კაცს მარტო იმ მომენტში და ამის გულდა დაამჭეს და მე ვთქვი რომ მის აი ხა შენ სიტყვებს ვიმეორებ. მისი სიკვდილით აი ამ ნაძირლებმა ვინც ეს დაამჭეს. დიდი ინსტიტუტი მოკლეს სიკეთის. და იყურე 4 ის დაუწერე რა 4 სტროფი იყურე. იდგა ბოღმა და ამთხევდა გესს. არავინ უშლიდა ამ ქვეყნად ხელს. იდგა ჯიგარი და სიყვარულს აფრქვევდა. არც წაში უკრავდნენ და არც ვინმე აკებდა. ასეთი იყო და სხვა რა უნდა ეკნა. გესმის შემოძმაო. ესეთებად უნდა დაიბადონ სწორე ხარ. ვეღარ ხედავ არა ქველმოქმედებას. ქველმოქმედ ხალხს ვეღარ ხედავ. არ დაიბადნენ ისეთი ქველმოქმედი და იყო ერთი არის ეხლაც ჩემი მეგობარი, მილიონერი იყო და იმ წინა მთავრობამ გააკოტრეს ყველაფერი წაართვეს. იმის რომ ვაშკაცი იყო და არ წავიდა იმაზე და ესეთი არის ლადო კვარაცხელია. და ლადოს დაუწერე აი ნახე ორი სტროფი. ქალაქში დადის სახელად ლადო თავის გარანტად კაცობა ჩადო. ნამუსის ხიდი ისეთი გადო გადი და გამო. შენ ეხლა ვაშკაცი კაცი ხარ და შენ გესმის არა ნამუსის ხიდი ისეთი რო იქნება რო არ ჩაწყნება და ერთი ლექსი კიდე დაუწერე რა კაციცი. კაც რომელიც სვანცუბაში ცხოვრობს შოულობდა დიდფულს. აი შვილებს ვიცავარ აი იმ პერიოდებში. ეს ფულის თუ მეგობრებში და ემებში დახარჯა გვერდზე დგომაში სიყვარულში და ცხოვრობს არაფერი ბინაში ციცილით მოკლებით უნდა აგიყვანო ჩემი ძმა არის და უნდა განახო მილიონები შოვლელი კაცი თავის ძოზე ხა არაფერი აღარ აქვს. ხო და ყველამ გაცვალა ბინები ნახალო კელებმა იმაში რა ქვია ვაკეში ვერაზე აი მაგის უბნელებას ეუნებია რეზო რაშვები წამოძმაო შენ აქ რაღა გინდა არაფრით არ წავიდა თავის უბნიდან რა და იგი დარჩა და იმემა ვინც გაცვალეს შენ ყველას გვარი და სახელები იცი ნახალოკაში დარჩენილი იყვნენ ნორმალური შვილები ეყოლებოდა და არ გამოგვინისდებოდნენ არ კაიფისტები არ გახდებოდნენ არ განადგურდებოდნენ ნახალოკაში მაინც სხვანაირი ჯიგარი იდგა ნაღდი ქართული უბანი იყო გამიგე ერთმანეთის სიყვარული იყო კაცობა მოფერება გესმის აქეთ გადმოვიდნენ და ვითომ გასვეწყდნენ და გაუფეთურდნენ და აი ამაზე დავწერე ზუსტად აიყურე ჩემ ძმას რეზო შუღლიაშვილს ჩემო რეზო ჩემო შუღლი არასოდეს ჩაგიგდია ქვეყნად შუღლი სიმბოლო ხარ ვაშკაცობი და ნამუსიც ხურავს კუდი შენ სვანეთის უბნის ჯილავ ვაშკაცობით ისე ბრწყინა ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი მოკაშკაშე ღამის ციდან თუმ შეგეძო არ დაეშვი გაჭივრების ლამაზ მთიდან როცა შენი საძმაკაცო ვაკის პარკთან სახლებს წვლიდა მეც გავოცი შეგსქეროდი და ვფიქრობდი ჩემთვის შვიდად რისთვის დარჩი თის კენწეროს და დაიდე მარადბინა ყველა ვაკეს მიეშურა სვეცკად ყოფნას დაეშურა უკან არის მოუხედავს იქეთ ისე გაეშურა მერე მივხვდი ყველაფერში შენ იყავი მხოლოდ ნაღდი შენ უმარს არ უღალატე და არ დაეცი და არ წახდი ოღონდ ოროთახში გაზდილ შვილებს არასწავლეს სვეცკი ფანდი არ გაგიშა გულში სევდა გზას აცდენილ შვილის ნარდით ბრძენი კაცის ნათქვამია არიკადრო არ საკადრი არინდომე სასახლე და შენუბანში ჯილად დარჩი ალბათ ღმერთის შვილი ხარ და ვაშკაც კაცად მიტომ დარჩი მაკაცური საქციელით შენ კი არა ჩვენს გადავრჩით ეგ ლექსი არა ეს არის ჩანახატე იმიტომ რომ ესეც ლამაზად ნაღდი კაცზე მაგ დაწერილი რეზო შუღლაშვილი რომელმაც არიკადა და ფულის გულისი რაღაც სვეცკობა არ მოინდობა თავის უბანში ჯილად დარჩა რეზო და ლოცულობენ იმაზე ისეც ლოცულობს თავის ჯიგარ ბიჭებზე რომელიც მის გვერდში ცხოვრობენ იქ რა ეხლა ჩემო კარგებო თუ ნებას მომცემ ჩემო ამლეთ მე ამით მოვჩები საუბარს საერთოდ მოგცემთ სარბიერს შენივე ტელევიზიაში შენ და ქალბატონ მაკა მარიამ პილინაზა მე მინდა წარმოვადგინო ქალბატონი მარიამი რომ მარიამს აი გულზე კიდია ჯვრის ორდერი ეს ჯვრის ორდერი არის გმირის წოდების დონის პოლონეთში
აი რო გარდაიცვალა რო ააფეთქეს იმ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ დააჯილდოვა იგი ამ ორდენით გმირის წოდება მისცა ამ ქალბატონს. ეს არის ქალი, რომელიც არის საზოგადოების თავმჯდომარე, ამავე დროს გარდა რომ პროფესორია და მიმართულების უმცროსი იმაში უნივერსიტეტში ჯავახიშვილის არის პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე. და მან გადაწყვიტა, რომ იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებას შექმნა ბატონმა ჰამლეტმა და რომელიც საზოგადოებასაც ჰქვია თბილისის ძველი მოჰიკანები, ამ საზოგადოებაში თავის საზოგადოებასთან ერთად გაერთიანდება და ერთად ვიქნებით, აქ არ იქნება უმცროსი, ერთი უმცროსი ყავს ჩვენ ამ ყველაფრის, ეს არის ბატონი ჰამლეტი და ჩვენ ყველა ვიქნებით მისი თანადგომი ხალხი, ვინც გაუწევთ თანამებრძოლობას და თანამეგობრობას მას ყველაფერში. ისე ერთადერთი ის რაც თქვი, სწორედ აი მე არ მეხები, იმიტომ რომ მე ვარ ისა და ვისაც უფროსობა არ უყვარს. ვიცი, მაგრამ ჩემო ჰამლეტ იცი რა, შენი შექმნილია და შენ შექმნილ ორგანიზაციაში შენ უნდა იყო უფროსი და უფროსობა თუ გენა კომპლექსი უნდა გქონდეს რა და ვიცი, მაგრამ მოდი რა ჩვენ ვთხოვთ ამას და ჩვენ ვიქნებით ჩვენი თანამებრძოლები და ერთად გავუყვეთ საქმეს და უნდა ყველა მიცოდეს რომ აი ეს ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ მოემსახურება იმას რომ თბილისის ძველი თაობა და ახალი თაობა ერთმანეთთან იდილიაში შევიყვანოთ დღეს რომ დაგსახსულები ვარ და პატარებს რო გონია რომ ჩვენ მათი შეჭრა და გადაყლაპა გვინდა და ჩვენ რო გონია რომ როგორ ვეძღებით იმას მთელ სოფლიოს დავანახოთ და მთელ საქართველოს რომ ჩვენ იდილიაში ვარ და არ გაწყვეტილა ძაფი ახალგაზრდებსა და უმცროს თაობას შორის ეგ არის მთავარი და სიყვარულსო მომემსახურეთ ეხლა ქალბატონო მარიამ მე ვიცი რომ თქვენ გამოვშვით წიგნი რომელიც ეხება დიდი რუსი პოეტის სადა უდიდესი და დიდი ქართველი პოეტის მეგობრობას ეს იყო ტიციანი ეს იყო პასტერნაკი და კარგად იცის ყველა საქართველოში როგორი სიყვარული ქონდა ამ ოჯახებს ერთმანეთთან და მე გთხოვთ რომ აი ამ წიგნის შესახებ ვილაპარაკოთ სანამ ამ წიგნზე ისაუბრებთ მე მინდა ყველას ვანახო რომ აი მარიამის გამოშვებული წიგნები ქალბატონი მარიამის აი ეს წიგნებია სხვადასხვა და მინდა რომ მამაშენის წიგნი მომცე სადაც ძალიან აი ეს არის ადამიანი ოჩერკი აბუჩონიხ მექანიკა ეს გამოუშვა პატრიცემულმა აი მისი მამიკო ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი იყო მთელი 30 წლის განმავლობაში ხო 20 წლის განმავლობაში და ადრე იყო პეტერბურგში პროფესორად და მან გამოუშვა ეს წიგნი ძალიან ბევრი ქართული ჩანაწერები აშენდა ქართველებზე, ქართველ მეცნიერებზე და ქართველ ხალხზე არის ძალიან ბევრი რამ. და აი ესეთ ქალბატონს, რომელიც არის განსახიერება თბილისელი გოგოს, რომელსაც არც კი წარმოუდგენია თუ არსებობს ესეთი გაყოფა, ის სომეხია, ის ქართველია, ის ქურთია, ის თათარია, ის ებრაელია, მისთვის ჩემს ქალაქში ყველა თბილისელი გოგონა და თბილისელი ბიჭია, ეროვნების გარეშე. თხოვთ ქალბატონო მარიამ. უღმისი მადლობა იმისთვის რომ აქა ვარ თქვენთან დღეს და უღმისი მადლობა იმისთვის რომ ვარ ჯერობით გოგონა თბილისის გოგონა ჩემთვის ყოველთვის გოგონა იქნება ჩემი ამნატისთვის იმიტომ რომ ჩვენ იმდენი თქვა და გონება გაგვაჩნია რომ ჩვენ გვერდში მდგომი ქალბატონი ჩვენთვის ყოველთვის გოგონაა გენიალური ნამდვილად და ძალიან მომწონს დასახელება იმით დავიწყებ თბილისის უკანასკნელი მოგიკანე მაგრამ ჩადებულია ამ დასახელებაში მწარი ირონია მე მგონი რომ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ არც უკანასკნელები ვართ და არც მოგიკანეები შენაგა ღმერთმა სწორედ ეგ ვთქვით რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ კი დავარქვით ეს მაგრამ თუ იმეს გონია რომ ჩვენ უკანასკნელი მოჰიკანები ვართ ძალიან ცდებიან იმიტომ რომ ჩვენი უკანასკნელი მოჰიკანობა უნდა გააგრძელოს შენმა შვილმა ჰამლეტის შვილმა ჩემმა შვილმა და საერთოდ ჩვენმა შვილებმა მთავარია ამ გადაცემაში და მთელ ამ არხზე რომელიც არის ახალი საქართველო ახალი არ შეიძლება იყოს უკანასკნელი ისე იგი ძალიან მიხარია და მე მგონია ჩვენ უნდა გააგრძელონ ამ დიდი ქალაქის დიდი საქართველოს საქმე. Тбилиси. Ты можешь сейчас. Ара, мы картулацию. На минуточку ты разговаривай на грузинском, но будь любезен. Иногда я тебя прошу, разговаривай на русском языке. Из-за того, что нас в нашем городе сейчас и в нашей республике не слушают только грузины.
Слушают русские, армянки, армяне, азербайджанцы. Так что будь другом. Иногда говори на русском, а иногда на грузинском. Раз и ты батон Амлет. Mēs მოვიხსნათ კომპლექსი, მაგრამ მე ვიცი, მე მყავს სტუდენტები და არიან, ვინც ძალიან კარგად იციან რუსულს და ლიტერატურას და იციან, ვინც სულ არის. და აი სტუდენტებისთვის და ახალთაობისთვის ქართულად რა თქმა უნდა, ჩემი საკმაოდ კარგი რუსული ჯობია, ვიდრე ჩემი საყელფურო ქართული, მაგრამ რასაც სულ სხვა თემაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ რომ დაეწყეთ აი ისე მწარეთ ემიგრაციაზე, მინდა ვთქვა, რომ ემიგრაცია ყოველთვის დრამა. Ну, რა თქმა უნდა, მყავს ძმა გერმანიაში, ეგეც ჩემთვის დიახ. ჩემთვის ჩემი მარიამის ძმა არის ჩემი მეგობარი უახლოესი. ეს არის კაცი, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, საკანდიდატო მე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა არქიტექტურაში. შემდეგ ისე მოხდა, რომ ძალიან გაუჭირდათ რა არის ახლა გასაკვირი. უჭირდა ძალიან ცხოვრება და წავიდა გერმანიაში. წავიდა გერმანიაში და როგორც კი ნახეს ესეთი სპეციალისტი იმ წუთში აიყვანეს სამუშაოზე. შემდეგ ისე მოხდა, რომ შეცდომა დაუშვა. და წავიდა უკრაინაში შესთავაზეს დირექტორობა საამშენებლო კომპლექსის. რომელიც ერთობლივი იყო ხო გერმანიასთან. და წავიდა იქ დირექტორად და აი დირექტორად თუ იყო ჩემო ჰანა, შემდეგ მოხდა ისე, რომ კარგად იცი ეკონომიკა როგორ დაეცა ერთი პერიოდი იმაში რა ქვია უკრაინაში და დარჩა კაცი უმუშევრად. გამიგეთ აი რა არის ეს რაფინირებული ინტელიგენტი, ვაშკაცი კაცი და დღეს გერმანიაში ცხოვრობს და სხვა შორის უმუშევარია. მაგრამ მადლობა გერმანელებს და გერმანელების სახელმწიფოს, რომ იქ უმუშევრად დარჩენილ კაცს უშიარს არ კრავენ. დიახ. ემიგრაცია ყოველთვის დრამა, ახლობლებისთვის, იმისთვის ვინც წასვიდა. მე ვკითხულობ უნივერსიტეტში კურს რუსული ლიტერატურის, რუსული ემიგრანტული ლიტერატურა. დიახ. საინტერესო კურსი და თავიდან იყო ძალიან პოპულარული და რატომ? ეგონათ, რომ ეგ არის ემიგრაციის რაღაც სახელმძღვანელო ან ემიგრაციის ინსტრუქცია. ეგ არის ლიტერატურის ისტორიის კურსი და აი ამ ეს რუსული ემიგრაცია, იმ ბოლშევიკების რევოლუციის შემდგომი ემიგრაცია თითქმის 9 მილიონი არის ძალიან ტრაგიკული, როგორც ლიტერატურაში, ეგრევე აი ადამიანის ასევე ადამიანის ბეჭი და მე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ანტიემიგრანტი იმ შემთხვევაში და იმაში, რომ ჩემი მშობლები მუშაობდნენ 3 წელი იყვნენ ხაბაროვსკში. ну მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და მამა ჩემი უკვე ახალგაზრდა პროფესორი იყო და განაწილეს ხაბაროვსკში. იქ განაწილეს ხაბაროვსკში და მე მოდიშუხი თქვენ სადგაში თბილისში თუ ხაბაროვსკში? აი ამაზე ლაპარაკი ზუსტად. დავიბადე 19 ივნისს და ეს ნიშნავს, რომ სადღაც ივნისის დასაწყისში თავდება სემესტრი და დედაჩემი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში. ჩამოფრინდა მაპატიეთ არა 12 დღე მატარებელში ხაბაროვსკიდან მოსკოვამდე და მე 3 დღე მოსკოვიდან თბილისამდე იმის გულისთვის და მე დავიბადე ჩამოვიდა 17 ივნისს და 19-ში მე დავიბადე და იმიტომ რომ სულ ეუბნებოდა რომ იმიტომ კი არა რომ ხაბაროვსკი ცუდი ქალაქი, სულ მეუბნებოდა რომ თბილისი არის ჩემი სამშობლო. ისე იგი ну თბილისი არის უნიკალური ორგანიზმი. ბატონო, მე უნდა იცოდეთ ერთი რამე რა, მე ხა დედამისთან ძალიან ვახლობდი, მე გავიცანი ეს პატარა ცოლნები და ეს იყო როგორი ქალი იცით? ბახრამიანცი იყო, ხო, ბახტამიანცი, გვარად და არისტოკრატიული ოჯახის შვილი იყო, არისტოკრატები იყო, მთელი ოჯახი იყო, განათლებული კაცი, უზომო ხალხი, უზომო და ეს იყო არანორმალურად შეყვანილი თავის საქართველოში და თავის თბილისში და ამავე დროს იყო ნამდვილი სომეხი ქალბატონი, რომელსაც მთელი არსით უყვარდა თავისი
ქვეყანა და თავის ხალხი სომხები. და მე ყოველთვის ვამბობ ერთ რამეს, არის ესეთი კაცი გივი შუგაროვი თბილისში. რაიკომის დივანი იყო თბილისის კომიტეტის დივანი, მე ელჩი. და რამდენჯერმე ჩვენ სუბრასთან რო ვიჯექით უწეს, გიჯა შენ რა სომეხი ხარ, ხო იცი? შენ ნახარ ქართველი. იმან უთხრა ძალიან გთხოვ, შეურაცხყოფა არ მომაყენოთ. მე თბილისელი ბიჭი ვარ და მიყვარს ჩემი საქართველო, თქვენც მიყვართ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე ვარ სომეხი და ამით ვამაყობ. აი ეს არის კაცი, ვაშკაცი კაცი, ესე უნდა აზროვნებდეს და არა ისა იმათაც მივესალმები, ვინც გადაიკეთეს გვარები. მე რა ქართველობა უნდა ენაც ვალო შემითავი. გამიგე? მაგრამ აი ესეთი იყო ამის დედა, რომელსაც გვარი კი არ შეუცვლია. გვართან ერთად არც სული არ შეიცვალა. საქართველოს შვილი იყო, თბილისის მიწაზე დაბადებული გაზრდილი. მოყვასი ამ ჩემი ერის. ამავე დროს იყო ნამდვილი აი როგორ გითხრა, კეთილშობილების სავსე სომეხი ქალბატონი. კულტურა და გაგების დიაპაზონი არის. ეს არის ინტერნაციონალური ქალაქი და ამით იყო და ამით ვარ ჩვენ მდიდრები და სწორედ იმიტომაც ვარ და იმიტომაც ჩამოვიდა ალბათ. და თქვენი აქ რო ყოფილიყავით თბილისელი და აი უკვდავების, აი უზარმაზარ კულტურას შეარებოდა თავიდანვე თქვენი არც მინდა პათოსი ამ თემაზე შენიეროვდება არის რა ვიცი ბიოლოგიური ეთნიკური ფაქტი ამაზე არ კამათი არ შეიძლება და ვინახარ фули да прошу очень я прошу давай переходи на русский язык потому что очень много русских нас слушают и чтобы они знали о чем мы говорим не будем эгоистами правильно чем он это давайте перейдем на русский язык с небольшими переходами на разные языки. В этом году исполняется, и это такой важный факт, может быть, и для всей Грузии, и для Тбилиси, совпали два юбилея. Пастернака и Тициана Табидзе. Это такой пример не просто дружбы, а органической связи представителей двух разных народов. И Тициан написал колдовские стихи. Это действительно аджадоснури лекси. Меарцер лексититон. Это действительно вот такой момент колдовской, который зазвучал у Пастернака. Не я пишу стихи. Они как повесть пишут меня, и жизненный ход сопровождает их. Что стих? Обвал снегов. Дохнет и с места сдышит, и заживо схоронит. Вот что стих. И почему я вспомнила это? Потому что мы говорим о Тбилиси. Для Пастернака Тбилиси стал больше, чем родным городом. Он стал городом, благодаря которому он говорил, что наступило его второе рождение. Более того, он написал у него, так сказать, это второе рождение, скажем так честно, двузначное. С одной стороны, это встреча с его второй супругой Зинаидой Негаус. Они приехали сюда, в Тбилиси, в очень драматический для себя момент, и одновременно встреча с Грузией. Значит, второе рождение. Он назвал так свой сборник, который издал после пребывания в Тбилиси. И такое ощущение, что Пастернак, вот появившись в Грузии, больше ее никогда не покидал. Да, на самом деле он не очень долго жил. Всего месяц, это был самый большой срок. Но я говорила с сыном Бориса Леонидовича, Евгением Борисовичем, потому что мне посчастливилось с Еленой Киасашвили привезти в Тбилиси часть архива Пастернака. Это был 1981 год, мы еще совсем были юными научными сотрудниками. И мне тогда казалось, что Пастернаковский архив уезжал во Францию. Мне казалось, что нет, он должен быть в Тбилиси. И он сейчас в Тбилиси, вот эта часть, действительно, часть его души. После этого мне пришлось работать с этим архивом. И в связи с этим приехал его сын, и я его спросила, и наши мнения совпали. Почему Пастернак вот так влюбился в Грузию? Понятно, что и Пушкин, и Лермонтов, и те, кто приезжали. Но так, чтобы он сказал, что это для меня второе рождение, это не каждый заявлял. Он говорит, мне кажется, что в России уже в 30-е годы было такое страшное идеологическое давление.
А в Грузии еще была живая поэтическая стихия. И вот это то, можно было ходить из одной семьи в другую целую ночь, читать стихи. Никому это не казалось удивительным. Это и до сих пор, Гиви, ты вот сейчас читаешь стихи, это кажется естественным. Это далеко не везде кажется естественным. И вот он впитал это и стал фактически частью грузинской жизни. Другой пример. Тициан Табидзе и Паула Ашвили, которых мы в этом году чтим и отмечаем, они же не были тбилисцами, но их Тбилиси принял, и без Тбилиси невозможно представить себе, то есть без них невозможно представить себе Тбилиси. То есть Тбилиси — это какой-то необыкновенно сложный организм, который одних принимает, других отвергает, и вместе с тем каждый район имеет свой собственный стиль, свою систему отношений. Таких городов очень мало, которые являются вот таким целым миром для тех, кто его населяет, и от которого невозможно отвлечься. Я говорю, что я не уехала, потому что мой сын, отчасти, будучи со мной в Варшаве, когда я оказалась в Варшавском университете, говорил: «Сахши минда, Сколаши, чем Сколаши минда, Скола Рамишвили по фамилии, Хонамтвили Гурули, да, Сумеубнебода, Сколаши». Собили каратисти роа, каратисти, ხუთი დანი აქვს, ხუთი დანი. ეს არის უდიდესი каратисти, რა, იმის მეშვილი. ხო და სკოლაში არც გათბობა, არც სწავლა, არც ცივი უბედურება და შილობა, მაგრამ მაინც სახში მინდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეც მინდოდა სახში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მიყვარს ვარშავა, მიყვარს ბერლინი, მაგრამ ჩემი სამშობლო არის საქართველო, უფრო მცირე თბილისი და უფრო мცირე სოლოლაკი. Вардзитвели, хо. Хочется тебе скажу одну вещь сейчас. Вот, я в детстве, вот ახალგაზრდა ვიყავ, я в детстве думал, слушай, что რაინდი იცივინა, ვისაც განელი ბეჭები აქვს, ვიწოწელი, მაგრა ჩხუბობს რამე და ესენი მეგონა რაინდები, ვაშკაცები. თურმე შეიძლება ამხელა ბეჭები კონდეს. აი ამხელა კუნთები და იყო კურდღელი, შიშარა კურდღელი. და აი ამხელა ბეჭები დადიოდნენ პატა გაცხრიკული და იყო ვაშკაცი, რაინდული სულიწყვეტების каци, რომელსაც ვერაფერი ვერ გაგტეხავს. Да знаешь что? Я всегда знал, что величайший футболист был, я и Хамлет знали, это Яшин, вратарь мирового класса, Соплио и Сошейкриба, Рошекреб, Соплио Накреби, вратарем был Яшин, правильно, Хосорива. Но я не знал никогда, что Яшин есть величайший поэт России. И вот смотри, какое я стихотворение выучил, слушай, я обалдел. Смотри. Из-за утеса, как из-за угла, почти в упор ударили орла. И он спокойно покинул свой камень, не обратя внимания на стрелка. И как всегда, широкими кругами, не торопясь, ушел за облака. А может, дробь совсем мелка была. Для перепелок, а не для орла. Или задрожала рука у стрелка и пошатнулся ствол дробовика. Нет! Ни дробинки не сказала мимо, а сердце и орлиная ранима. Орел ушел, но меж далеких скал, что враг не видел, не торжествовал. Вот что такое мужчина. Вот как им должен быть мужчина. Несмотря на то, что он какой здоровый, как он хорошо дерется, самый большой это мужчина, это тот, у которого сердце мужское. И что я хочу сказать? Вот в лице тебя, я вот лично для Грузии вижу женщину, девушку, которая, может быть, какая-то грузинка, сдастся иногда, но ты никогда той Тбилиси не сдашь ни в чем. Ты всегда будешь тбилисская девушка, которая знает, что ты родилась здесь, и твоя родина Грузия, и твой город это Тбилиси. ჭირით თბილისი და დიდი მადლობა უნდა უთხრათ თვალს არის ისეთ რომ მართლაც ღირსეული თბილისელია, ღირსეული დედაა, ღირსეული
მეგობარი არის და რაც თავარი არის, ღირსეული ადამიანი არის. ასეთები იშვიათები არიან, არა მარტო თბილისში, არამედ საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში. და ყველაზე დიდი ღირსება, რაც შეიძლება ადამიანს ღმერთს აუბოძოს, ეს არის შენი ღირსება, თავისუფლება და უნარი და ნიჭირო გასცე ადამიანური სითბო და აი დღეს სწორედ ასეთი ურთიერთობები არის, შემოგივი, შენ შეხვედი შენ სამყაროში, ეს არის შენი პოეზია, ეს არის შენი წარსული, ეს არის შენი მომავალი აწყო და აი სწორედ თუნდაც ის რომ დღეს ჩვენ საუბრობთ სომხურ ენაზე, სიტყვაზე, აზერბაიჯანულზე, რუსულზე და ეს კომპლექსი უნდა მოიხსნა ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ ერებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი ვიყავით ამიერკავკასიაში. ვაკავშირებდით სულ ყველას. თბილისი იყო ყველას ქალაქი, თბილისი იყო მართლა თბილი ქალაქი იყო და ჩვენ ეს ფუნქცია ქონდა, გვექნება და აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ალბათ სწორედ გასაღები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იგივე რუსეთში და უკრაინაში მშვიდობის საქართველოში და თბილისში დევს და თუ ვინმეს ეჭვეპარება ამაში ჩამოვიდეს, ჩვენ არ შევცვლათ. აი დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ აი ჩვენ როგორ პატივისცემთ რუს ინტელიგენციას, როგორ პატივისცემს თვითონ ჩამოსულები რუსეთის ინტელიგენცია. მათთან ჩვენ არაფერი არ აქვს გასაყოფი, გარდა სიყვარულისა, გარდა თანადგომისა, ძმობისა. ჩვენ ისევე გული გვტკივა უკრაინის იმ ადამიანს იღუპება და უკრაინელებზე ჩვენი ძმები არიან, ისევე როგორც იმ შეცდელილ რუს ახალგაზრდებზე, ვინც დაუშვათ ამ ომში დაიღუპა და იღუპება. არ შეიძლება რომ ყველაფერი ამას გამიგე უყურო და თვალზე ცრემლი არ მოგადგეს. აი როგორც შენ აი მოგადგა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა განსაკუთრებით საქართველოს ჭირდება მშვიდობა, იმიტომ რომ საქართველოს თუ მშვიდობა იქნება და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ეს ყველასაც არა მარტო მისაბაძი გახდება, არამედ თქვენი სამშობლოა საქართველო, აზერბაიჯანელების, სომხების, რუსების, ინგლისელების, არაბების, ასე იყო ყოველთვის. თბილისი ხო ეს უნიკალური კულტურა არის, ეს ხო უზარმაზარი გაგების დიაპაზონი არის და აი სწორედ დღეს მარიამი არის მაგალითი. აი ნაღდი თბილისელობის, მე რომ დაუშვათ ეხლა შემეძლოს, დღესვე გადმოგცემდი აი მედალს ჩვენი ღირსეული თბილისელი. მე მგონი დავაყენებთ მაგ საკის და თუ ამას არ გაითვალისწინებთ, ჩვენი საზოგადოება გადმოგცემს მაგის უფლება ნამდვილად აგვაქვს და მე ძალიან მიხარია შემოგივი. ძალიან მიხარია რომ აი შენ ესე იგი აი ესე თავისუფლად ამიგე რომ აი გამოხატავ რა იმას რასაც ფიქრობ და რასაც გრძნობ და ეხლა ბევრს გავუკვირდა ვინ ჩვენ გისვენს რომ როგორ ზოგიერთ დაკომპლექსებული იყო რუსულად ვერ ლაპარაკობდნენ იქო აგენტი არ დაგვიძახონ და რაღაცები და დღეს ხო და დღეს ჩვენ რუს ხალხთან მეგობრობა გვინდა რუს ხალხს ჩვენ დიდ პატივსაც უბრალოდ არ მოგწონს ის გენერალიტეტი ვინ ჩვენ დაგვიბრუნდა ტერიტორია ხო და იმა რუსებსაც არ მოსწონს ის ხალხი ხო რუსებსაც არ მოსწონს ის ხალხი თვითონ იყვნენ დაპყრობილები და ამიტომ ჩვენ თბილისი და თბილისელები უნდა ვეფერებოდეთ ერთმანეთს და არა მარტო ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოთ რომ ამიერკავკასიაშიც და უკრაინაშიც იმიტომ ჩვენი მეზობლები მშვიდობა იყოს და აი დღეს ჩემოგივი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩემ მარიამს მადლობა მინდა გადაუხადო იმიტომ რომ აი ესეთი სითბო ეხლა ჩვენ საჩო ძალიან საინტერესო რაღაცა გამოგივიდა რა ექსპრო შენ რო გიყვარს რომ ექსპრო გამოგივიდა ის რომ ქართულად და რუსულად რამდენი ხანია ჩვენს მსმენელს მაყურებელს არ მოусმენია ქართული და რუსული ერთად ვიცი პასტერნაკი აქვს ისეთი პოეტები ვინც ფაქტიურად თბილისის ბლოკი მანდელშტამი პუშკინი ესენინი ლერმონტი რა ვიცი მთელი პოეტია ეხლა ესე როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანას ეომოს ანდრეი ბელი და ეხლა ეს რამეს გეტყვი რა იყო ესეთი პოეტესა რომელიც ბოლოს მილიონერი იყო რო იცოდე რა იულია დუნინა იმის ცოლი იყო ებრაელი რო იყო ხეთსი კაცო კინოისტორი და რო გადატრიალდა ქვეყანა გეროი იყო სოციალ-სექტორი და ყველაფერი ქონდა პირველი მერსედესი იმას ყავდა და როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა ოჩი შევიდა გარაჟში თავის მერსედესით დაკოკა მანქანა დაკეტა ყველაფერი და გაიგუდა იმაში გაშ ამით გამოხატა პროტესტი პატარა 16 წლის გოგო ომობდა წინახალზე გაიქცა აი ესენი გოგო იყო და უყურე რა ლექსი აქვს დაწერილი две или два хрупкие крылья два хрупкие крылья აი ამას წერს რა два сильные два хрупкие крылья и шея горделивый поворот да здравствует безумие орла бросающийся в лоб на самолет. აი ხა გეტყვით რა ხდებოდა.
კავკასიის მთებში ტიან-შანის იმის რანერი თვითონ ვიყავდათ ადრე კუკურუზნიკები მაგრამ კი ვერ დაფრინავდა და მთიდან ერთი 5 მეტრაზე ზემოთ ავგარახ სიძელი засидали орли горные орли которые думали что какая-то птица нарушает их лады იმათ ეგონათ რომ რაღაცა ფრინველი მოვიდა და იმას აქვე სამყაროში და იწყებოდა სულელური ბრძოლა თვითრინავსა და პიროდ და რა თქმა უნდა იღუპებოდნენ საწყალი ისენი რა ქვია არწივები მაგრამ მოხდა ერთხელ ისე რომ არწივი პროპელერში გაიჭხიდა და დაღუპა თვითრინავით და ამაზე წეს უკვე два хрупкие крылья и шеи горделивый пород да здравствует безумие орла бросающийся в лоб на самолет он защищал свое гнездо смешной бунтар пернатый Дон Кихот он защищал свое гнездо да мереуре эх Дон Кихоты как вы не смели геройство ваше цема для осрод нам все-таки да здравствует орли бросающийся на самолет эти откуда шахирис тема ხო როცა თვითრნავს ეომება არწივი მაგრამ მაინც გაუმარჯოს არწივს რომელსაც ბრძოლა შეუძლია გმირები იყვნენ და რა თქვა იცითო დღეს რო არიან ძალიან ბევრი თაობა ეს ადამიანები ვინც აი ესე დასრიალებენ მე ამოყობენ თავს ვიღაცას დაშხამებენ და აი ისევ გაწვებიან და ცოცხლობენ მაგისანა სიცოცხლეს იულია დრონა ვთქვა რომ არწივი სიცოცხლე ჯობია და დაღუპვა სულელურად მაგრამ რაინდულად რა აი ეს ძალიან დიდი თემაა მე მგონი რა Еще говоришь, что забыл, когда знаешь километры русских стихов наизусть. Можно я добавлю из совершенно другой темы, но она тоже важная для связи культур. А Кивис и Харулидзе сделали 2 передачи сейчас. Да, сейчас. Совершенно далекое телевидение из Благовещенска на Амуре. И тетрагадат. Кивиари. რუსეთისთვის დღეს აი როგორც ნამდვილი ქართული რაინდი. ეგ არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო. ხო, ანუ ჩემს არ მითქვია, განაცემები ამას ჩაწერილი აქვს და განახორციელა. დიახ. ორი გადაცემა გაუშვეს, ძალიან დიდი გადაცემები ჩემს. აი ახლა იყო ეს. კულტურათა ველი მაინც არსებობს. აი საერთო დიახ და აი კულტურათა მიჯნაზე იბადება ძალიან საინტერესო შემოქმედი ფასეულებები და ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ რომ არ დავკარგოთ ჩვენი ბავშვებისთვის და მომავალ თაობისთვის და უნდა ვიზრუნოთ თბილისზე ამ უნიკალურ ორგანიზმზე და ამ კავშირში რა შეეცახა ჩემო კარგო რომ ვისთან იმეგობრო ამასაც მნიშვნელობა აქვს ხო უნდა ღირდეს სამეგობროთ აი უყურე ესა რა ქვია чтобы мудро жить прожить надобно знать немало два важных правила запомни для начала ты лучше голодай чем что попало есть и лучше мудзадзин ჩემს კემ პაპალა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან არა რო კვირდებიან რომ იცი მე ავღელდი შენ რო ცუდად ახარ მე აღშფოთდი თუ აღშფოთი მოდი გვერდზე დამიდექი ძმაო აღშფოთებით გვერდზე ვერ დამიდგები ჩვენ ისეთი მეგობარი გვჭირდება ჩვენს ერს რომელი მეგობარის თან აღშფოთდება და თან შენ გვერდში დადგება есть такое слово сострадание у русских есть нет сострадание ის კი არ არის რომ ის კი არ არის რომ აი ისა ვაიმე როგორ შენ აი გული ეთკინა არა ის შემოდის შენს გაჭირებაში პირდაპირ კი ჩემოგი ეხლა ჩვენ ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემას შევეხეთ ეს არის რუსეთის ინტელიგენცია რუსეთის კულტურა რომ ამას წინათ ვამბობდი რომ აი რომ იცით საშუალება რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ რუსეთში რა თქმა უნდა ვინც იცნობს საქართველოს რუსეთი იმხელა არის რომ საქართველოს კი არა საკუთარ ქვეყანას ვერ იცნობს თუ ზარმაზარი ტერიტორია და საერთოდ კომუნიკაციების პრობლემები არის რეფერენდუმი რო ჩაატარონ ხო ჩათვალე ტერიტორიული მთლიანობა ერთ კვირაში აღდგება რა იმიტომ რომ ის ადამიანები ვისაც ქონია ურთიერთობა
თბილისთან, საქართველოსთან, თქვენთან, ადამიანებთან, გაიგე, მოხიბლულები იყვნენ, არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ბევრი ფული ქონდა რაღაც, არამედ იმიტომ რომ სითბოს გავცემდით და ჩვენ ვართ ინტერნაციონალური ქალაქი. თბილისი არის ინტერნაციონალური ქალაქი, იმიტომაც არის ამიერკავკასიის ცენტრი, იმიტომ იყო ყოველთვის ამიერკავკასიის ცენტრი, იმიტომ ვარიგებდით ჩვენ ერებს ერთმანეთს, ვიყავით ხიდი ყოველთვის. რუსები იქნებოდან, ჩეჩნები იქნებოდნენ, აფხაზები, ჩვენ, სულ ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობთ, არა საბჭოთა კავშირის გულისხმობ, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე და მე მგონია რომ აი ეს კულტურული დიპლომატია, ჩემის აზრით, სახალხო დიპლომატია, ეს პოლიტიკოსები ცოტა გვერდზე გავწიოთ რა, იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისაც რომ აი ეს მიიღოთ რაც არის რა, დაძაბულობა, დაპირისპირება, გათიშულობა არგაც ყოფნის სურვილი, აი მანქანებით სიარულის, ფული რო კონდეთ, პრემიები რო დაირიგო და ჩვენ არც პრემია გვინდა, არც მანქანა გვაკლია, არც არაფერი, ჩემი პრემია იქნება ჩემი ხალხის ბედნიერება. როგორც შენი, ჩემო ხალხო, როგორც ქალბატონი მარიამის, ჩვენი პრემია არის ჩვენი ერის კარგად ყოფნა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენჯერ მithქვია, მე იმ მთავრობასთან სულად არ ვიყავი, კარგად ვიყავი. მე რადიო მიმყავდა იმ პერიოდში იმის სახელმწიფო. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო რაღაცნაირად, ხო? მე ვამბობ, მე მივესალმები დღევანდელ ქვეყანას, მე მივესალმები დღევანდელ ცხოვრებას, მაგრამ ჩემო ძმაო, ვაის რო გევეყრები, უის არ უნდა შევეყარო. ვაის რო გევეყრები, ბედნიერებას უნდა შევეყარო. და მე მწამს რომ ეს ბედნიერება იქნება, მე ის კაცი არა ვარ, რომელმაც ხელი ჩავიქნიე. ძალიან ბევრმა საქართველოში, ძალიან ბევრმა დღეს საქართველოში შემოამნეთ ხელი ჩაიქნიეს. და მე იმათ ვეუბნები, ნუ ჩაგიქნებიათ ხელი, აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. და სიმართლე, სიყვარული ჩემი სამშობლოს მიმართ, სიყვარული სხვა ერების მიმართ, გაიმარჯვებთ და ჩვენ ისე ვიქნებით კარგად. ჩვენი ყოფნა უპირველეს ყოვლისა ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს კულტურაზეა და ჩვენს დიპლომატიაზეა დამოკიდებული, ხო? ესე არ არის? და ახლა ვერან ვერ შეგვეჯიბრება ადამიანების პატივისცემაში. ეს ფაქტი ყველაზე გაჭირვების დროსაც კი ადამიანი ჩვენ თბილისის კულტურა და საერთოდ საქართველოს ყოველთვის გასცემდა, ეს ხო ფაქტი არის. ახლა უბრალოდ გული მტკივა იმაზე, რომ რადგანაც შევეხეთ რა ამ თემას რა, მოდი მოვიხსნათ ყოველგვარი კომპლექსები რა, ჩვენ საზოგადოებას მინდა მიმართო და ვიყვეთ რა, როგორებიც ვართ რა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, იგივე ჩვენს აღსარებაზე, თუ გინდა, ჩვენს გულსხმელობაზე. ეს პრობლემები რა ჩვენს გარშემო არის, ჩვენიდან გამომდინარე არის რა. მოდი რა, ნუ შევახოცებთ, ნუ თავრობას, ნურც იმას, ნურც ამ. თქვენ თქვით, რომ აი იმასთან კი ქონდა ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ნუ იმ პოლიტიკა ანტიეროვნულსა და ეხლა მოდი ესე ვთქვათ რა, რომ პირველ რიგში აი რატომ არ მომწონდა უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და საქართველოს აშენებდნენ თავისი რადიოზე რო გამოდიოდა ტელევიზიით თქვი რომ სახლებსაც გახსოვს ფილმი რა ტიში პომნიში სახლებსაც აშენებენ ახალი ქალაქები ჩამოაყალიბეს ააშენეს გზები შუქი სახელმწიფო შექმნეს მაგრამ ერთელი უბედურობა იმაში იყო რომ ხალხი გამორჩათ ყველაფერი ეს რაც კეთდება ხალხისთვის უნდა გააკეთო მაგრებიც იყვნენ მაგრები ძალიან და იცოდნენ როგორ ემართათ ყველაფერი, მაგრამ ძმაო, ხალხი არ უნდა გამოგჩეს. აი რაც თავარია და ხალხი გამორჩათ. თავარი ეგ არის, სახელმწიფო და მთავრობა. მაგაზე იწყება და მაგაზე მთავრდება ყველაფერი. ეხლა მე მინდა რომ მარიამს ვთხოვო, უბრალოდ აი ჩვენი ეს ურთიერთობა გამოხატოს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი აი ურთიერთობის ყველაზე წამყვანი და თქვენს გარშემო ვზივართ უკანასკნელი თუ არა მოჰიკანური სკოლის გამოვლილი ადამიანები და აი თქვენ რა სიტყოდით, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილი თბილისელი ხართ. გენეტიკურათაც, კულტურითაც, ურთიერთობის სითბოსით, სილამაზითაც და ყველაფრით მეგობრებითაც. აი მე მინდა რომ თქვენ რაღაცა ხო, შეიძლება სალამ ეს სიტყვის ერთი რამე ვთქვა. როცა მტერი ყავს, მტერი რო ყავს, ხო? აი მაგალითად ეხლა ეს სტრები ხო არიან ნაციონალები და ეს ნუ ეხლა გითხარო სიტყვაზე, ხო? ბიჭო, მტერი როცა ყავს, კი არ უნდა თქვა ეს ვინ შეიფეხები და ეს ვინ არის? არა, ძმაო, მტერი უნდა შეაფასო. გაიგე, რაც მაგარი აქვს იმას და რაც აქვს, იქ პირიქით უნდა რო იტყვია რუსები ნასტარაჟიცა რო იმან არ მოგიგოს, ხო სწორი ვარ? და შენ როცა იძახი რომ ეგ ვინ არის? აი მანდ უკვე წაგებული ხარ ძმაო. ეს ერთი და მეორე მოდი ახლა შევთანხმდეთ რომ აქ თავარი საქართველო არის და მოსახლეობა და ჩვენ არ გვაინტერესებს არც დაპირისპირება, არც კამები, არაფერი, ჩვენ გვაინტერესებს საქართველო იყოს ბედნიერი. ერთიანი საქართველო ბედნიერი. ეგ არის თავარი, ეგ არის. და ვინც გაიმარჯვეს პარტიებში,
იმას ვენაცვალე, რომელიც ჩემ ხალხზე იფიქრებს. მივალ და იმ პარტიის წევრებს ფეხებს დაუკოცნი. თუ ჩემ ხალხზე თუ იფიქრებ. სამწუხაროდ ამაზე ვოცნებოთ, რამდენი წელია, 30 წელიწადი არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივახტი, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით. იცით რა, აი მე სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ნუ დავყარგოთ დონე. ნამდვილი რაც არის თბილისი. თბილისი არის უპირველეს ყოვლისა დონე კულტურისა, ურთიერთობის თბილი ურთიერთობისა. არა. მე მინდა картула. Хочу обратиться ко всем тогда эмигрантам, не эмигрантам и жителям всех континентов. Я говорю эмигрантам и жителям всех континентов, раз у меня есть такая возможность. Тбилиси был город с необыкновенным уровнем культуры, отношений, целой системы отношений и дал миру очень много творческих сил и обладал огромной энергетикой. Я хочу, чтобы мы не теряли этот уровень. Какой-то уровень теряется во всем мире и не будем скрывать. Мир во многом становится одноразовым не только в употреблении и в потреблении, но и в отношениях. Но дай Бог, чтобы мы для детей этот уровень нашего тепла и культуры сохранили. Чем აბლეთ, მადლობა რომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენ ესეთი შესანიშნავი კალბატონი. მადლობა ჩემს ქართველ მაყურებელს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე მეწოდება ის ხალხი დღეს ყველაზე მეტად ვინც იბრძოლა აი ამ თავისუფლებისთვის რაც მოიპოვეს ხო ამ არჩევნების შემდეგ. და მე მინდა რომ აი ამ ხალხმა მე არ მიბრძოლია ძმაო, აი ამ ხალხმა იბრძოლა და ამ ხალხს გული არ ატკინონ და გააკეთონ ისეთი ქვეყანა შექმნან, რომელიც ქვეყნითაც მეც მარინაც და ჩემი ამლეტიც ვიტრაბახებ და ვიამაყებ. ცუდია ამაში და მე. მაგალითად ერთად დავნიშნავდი და მე მგონია რომ აი ამ ურთიერთობებს დაარეგულირებოს იყოს პოლონეთში ამ რუსეთში. მაგრამ სამწუხაროდ დიდი მადლობა ჩემს მაყურებელს და ჩემს სმენას. ჩვენ ჩემო ამლეთ როგორ გადავწყვიტოთ, ხვალ გავიდეთ ისევ ეთერში თუ არა, ეხლა ცოტა მაშინ მოდით 2 დღის შემდეგ გავიდეთ ეთერში, მესამე დღეს. კი ბატონო. ჩვენ ესე იგი 2 დღეს გამოვტოვებთ და ესე იგი 2 დღის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებით 7 საათზე. ამ გადაცემას ქვია თბილისის უკანასკნელი მოჰიკანი, ამ ორგანიზაციასაც იგივე ქვია. აი უკვე 800 კაცი ჩვენთან ერთად გაერთიანდა ქალბატონ ფილინასთან ერთად და ეს 800 ადამიანი იქნება ის, ვიზეთ ჩვენ ჰამლეტი, მე, ქალბატონი ფილინა კიდე ძალიან ბევრი ვიზრუნებთ ამ ხალხის ბედნიერებას და იმ ხალხთან ერთად, ვინც მათ შეუერთდება ჩვენი მხრიდან. სწორი ვარ ჩემო? ნამდვილი სახალხო დიპლომატია ეს არის კულტურათა შორის გადებული ხიდი და იმედი არის რომ ქართველები განსაკუთრებით თბილისში შეასრულებს იმ უდიდეს მისიას, რასაც ქვია ერთაშორის მეგობრობა და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ ეს არამც არ იქნება არც პარტია, არც ის საზოგადოება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას რაღაცეებში. ჩვენ ვიქნებით ის საზოგადოება, რომელიც წაშ დაუკრავთ ყველა პატრიოტ პარტიას, ყველა პატრიოტ მოქალაქეს, ყველა პატრიოტ მოსიყვარულე ადამიანს ჩვენი ერის. და ვიქნებით ის ხალხი, ვინც დავტკბებით სხვისი გამარჯვებით, იმათი გამარჯვება, ჩემი ერის გამარჯვება თუ იქნება. მარიამს მინდა მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აი შესანიშნავი გზა გაიარეთ, ეს არის მაგალითი როგორი უნდა იყოს საერთოდ ქართველი ქალი, როგორი უნდა იყოს თბილისელი, როგორი უნდა იყოს საერთოდ ადამიანი, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ აი ადამიანობას სქესი გააჩნია, ადამიანობას სქესი არ გააჩნია. მე მინდა დიდი мадლობა გადაგიხადა. Если бы он учился в Европе, в Москве, понимаешь, у него другое образование, европейское, у меня этого нету. Разумеется, но я вот восторгаюсь им. И мне даже здесь одно, что вот у тебя что-то есть, у него нету. Да. Уровень, чтобы сказать, что у меня этого есть. Я радуюсь, когда с ним много, я у этого когда уровня нет, тогда нет. Мара, ნათქვამი იყო ქართულ ურთიერთობებზე, მაგრამ დრო დაგვაკლდა. მე მგონია ცალკე თემა აუცილებლად. მოდი ესე გავაკეთოთ. თუ საერთოდ ბოდის მოუხდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენ მე პირადად უფრო ვემხრობი ონლაინის აი რეჟიმში, ესე ვთქვათ, საკითხების გადაწყვეტას და ყოველთვის აი ასე გამოგდის ხოლმე ბუნებრივად. მოდი იქნებ აი იგივე თქვენი ორგანიზაციიდან გამომდინარე
ტელეხიდი მოვაწყოთ იქ დაუშვათ გთხოვოთ ეხლა ჩვენ ისეთი ტექნიკა და ის არა გვაქვს ვარ ეხლა პრობლემა არ არის კომუნიკაცია ხო რავში ხო სკაიპი შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალგაზრდების შევახვედროთ პოლონეთის ელჩი მოვიწვიოთ და ვისაუბროთ რა იმიტომ რომ ევროპასაც არ ულხინს ხოთაშორის დღეს ეხლა ის მარტო უკრაინისა და რუსეთის და საქართველოს პრობლემები კი არა ერთელი მსოფლიოს პრობლემებია და ჩვენ როდესაც დაგვინახავენ რა ესეთი სითბო ესეთი კულტურა ესეთი ურთიერთობა იქნებ ჩვენი პატარა აგური დავდოთ მშვიდობისათვის და თავარი რა არის რომ პოლონეთს ერთ შო მოვიწევთ და რამეს კი არ ვთხოვთ იმანს რომ ჩვენ რამე დაგვეხმაროს პირიქით ვეთქვით თუ კი რამე შეგვიძლია ჩვენ პოლონელ ხალხს აქ ვინ ცხოვრობს პოლონური წარმოშობის ჩვენ დავეხმარებით იქ ბევრი საინტერესო თემა იქნება დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის კარგად გრძელდებოდეთ